ირანი სასოწარკვეთილებაში ვარდება მას შემდეგ, რაც სირიამ ტერორისტული იარაღი შეაჩერა და ერაყის საზღვართან ჰეზბოლას მომარაგების დერეფნის ძალით გახსნის მცდელობა ჩაშალა. ტვირთი ნავთობის ცისტერნაში აღმოაჩინეს, რომელიც ბანიასისკენ სირიის სანაპიროზე მიემართებოდა. საკონტროლო პროცესი ალ-ტამფის საგუშაგოზე, როგორც ჩვეულებრივი შემოწმება დაიწყო, მაგრამ დასრულდა შორი მანძილის რაკეტების, მართვადი რაკეტების, ანტიტანკური იარაღის, რაკეტების, დრონებისა და სამხედრო კომპონენტების ამოღებით, რომლებიც სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით ქვეყნის ტერიტორიას გადაკვეთდნენ და ლიბანში მოხდებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მაღალი ხარისხის ოპერაციისა და დეტალური მონიტორინგისა და გამოძიების შემდეგ აცხადებს სირიის საზღვარზე დახვეწილი იარაღის ტვირთის კონტრაბანდის მცდელობის ჩაშლას. მოდით ეს ვნახოთ. ეს დიდი რაოდენობის იარაღია. აქ ხედავთ SRAM ტიპის რაკეტერს და დაახლოებით 100 დრონს, რომლებიც ინახებოდა და მათ სხვადასხვა აქსესუარს, მათ შორის ბატარეებს. გარდა ამ შორი მოქმედების რაკეტებისა. ეს სცენა აჩვენებს თეირანის სისუსტეს. ასადის ჩარევის გარეშე, რომელიც იცავს მარშრუტს ჰეზბოლა ზეწოლის ქვეშ ლიბანის ტერიტორიაზე და ირანული სტრუქტურებით. შეერთებული შტატების ახალი თავდასხმების ფონზე რეჟიმის ქსელი ცდილობს შეიარაღება კომერციულ მანქანებში დამალოს, რათა თავისი მოკავშირეები ცოცხლები შეინარჩუნოს. აჰმედ ალ-შარას ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სირია აღარ იქნება თავისუფალი გზა ქუდსის ძალისთვის და მის მილიციებისთვის. 2026 წლის 16 ივლისს გამოცხადებული კონფისკაცია მხოლოდ ერთ სატვირთო მანქანას არ შეეხო. მან დააზიანა ლოგისტიკა, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყენებოდა ირანიდან ერაყისა და სირიის გავლით სამხედრო ძალის მისატანად ჰეზბოლასთვის, რომელიც ახლა სირიის ხელისუფლების მიერ ტერორისტულ მილიციად არის კლასიფიცირებული. საწვავის გადასატანად განკუთვნილი ცისტერნა სამხედრო ტვირთს მალავდა. სირიის პორტებისა და საბაჟოების გენერალურმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სატვირთო მანქანა მიემართებოდა აბანიაში, პორტუნ ქალაქში, ხმელთაშუა ზღვაში, რომელმაც მნიშვნელობა შეიძინა როგორც ალტერნატიული გზა ერაყული ტვირთებისთვის ჰორმუზის სრუტის შეფერხებების შემდეგ. სირიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, ანტიტანკური მართვადი იარაღი და დრონები. ხელისუფლების მიერ გავრცელებული სურათების ანალიზმა აჩვენა მინიმუმ 100 დრონი, ოპტიკური ბოჭკოს კოჭები, უპილოტო საფრენი აპარატებისთვის მომზადებული საბრძოლო თავები და კომპონენტები, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებულია ფრთოსან რაკეტებთან. ასევე გამოჩნდა ირანული წარმოების ანტიტანკური სისტემა, სპეციალისტების თქმით, რომელთაც ციტირებს Long War Journal. ჰეზბოლამ დაიწყო ამ ტიპის აღჭურვილობის გამოყენება ლიბანის სამხრეთში. ისრაელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ანალიტიკური ცენტრები აცხადებენ, რომ ამ ტექნოლოგიამ გაზარდა თავდასხმების სიზუსტე სამხედრო პოზიციებზე. ამოღება მიუთითებს, რომ პრიორიტეტი მხოლოდ იარაღის შენახვა არ იყო. მიზანი იქნებოდა ჯგუფის საჰაერო ერთეულის გაძლიერება და ისრაელის წინააღმდეგ გამოფიტვის ომის შენარჩუნება. ბაშარ ალ-ასადის მმართველობის პერიოდში სირიის ტერიტორია ირანს, ერაყსა და ლიბანს შორის კავშირის ცენტრალურ ნაწილად ფუნქციონირებდა. იარაღი და აღჭურვილობა ჰეზბოლას მიწის გზით მიეწოდებოდა პოლიტიკური დაცვისა და ირანთან დაკავშირებული სამხედრო ქსელების მხარდაჭერით. როცა ასადი დაეცა 2024 წლის ბოლოს, ჰეზბოლას ლიდერმა ნაიმ ქასემმაც კი აღიარა, რომ ჯგუფმა სირიით მომარაგების გზა დაკარგა. დონალდ ტრამპმა ზეწოლა მოახდინა ამ მექანიზმზე. ზეწოლა გაიზარდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდასხმების განახლებით. ცენტრალურმა სარდლობამ დაადასტურა ახალი ტალღები სამეთაურო ობიექტებზე. აფეთქებები დაფიქსირდა შაჰიდ ბარ-ჰონარის პორტის მახლობლად, სადაც ორი შენობა დაზიანდა, როგორც ადგილობრივი სურათები და ცნობები ადასტურებს. ბოლო 5 ღამის განმავლობაში კამპანიამ ჯამში ასობით პოზიცია მოიცვა. ამას თან ახლდა საზღვაო ბლოკადის დაბრუნება. ისლამაბადში შეთანხმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი კოლაფსის ზღვარზეა. შეთანხმება მიზნად ისახავდა თავდასხმების შემცირებას, ნავიგაციის დაშვებას და ახალი მოლაპარაკების დაწყებას. სწორედ აქ იზრდება დისკუსია შესაძლო სახმელეთო ოპერაციაზე. ომმა უკვე აჩვენა ამ ფასის მასშტაბი. შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა თებერვალში დაწყებული შეტევის პირველ 12 საათში თითქმის 900 შეტევა განახორციელეს. დონალდ ტრამპმა მარტის ბოლოს განაცხადა, რომ კამპანიამ დაახლოებით 13,000 სამიზნეს მიაღწია. CSIS-ის კვლევებმა დააფიქსირეს ირანული გაშვებების 90%-მდე შემცირება ყველაზე ინტენსიურ ფაზაში. რექსეპმა აღიარა, რომ ირანი უკვე აღარ ისვრის იმავე რაოდენობით, როგორც ადრე.
ამ კვირაში ზოგიერთი შეფასებით დღეში 30-დან 60-მდე სამიზნე იყო დაზიანებული, რაც ბევრად ნაკლებია პიკზე დაფიქსირებულ 300-დან 500 მაჩვენებელზე. შემცირება ასევე ამერიკული რესურსების გამოფიტვასაც აჩვენებს. შეერთებულმა შტატებმა რეგიონში გამოყენებული Patriot-ის ტიპის მრავალი ჩამომგდები რაკეტა უკვე ამოწურა. და ანალიზები, რომლებიც ახალ ამბებში ციტირებენ, აფასებენ, რომ კამპანიისთვის ხელმისაწვდომი მარაგის თითქმის ნახევარი დაიკარგა. მარაგის აღდგენას წლები დასჭირდება. სროლები გრძელდება, მაგრამ ომი შერჩევითი თავდასხმების ფაზაში შევიდა. საშიშია ის სისწრაფე, რომლითაც მსოფლიო შეეჩვია აფეთქებებს, დაზიანებულ ნავთობტანკერებს და სამხედრო განგაშებს სპარსეთის ყურეში. ადამიანური დანაკარგები ირანს მძიმე ტვირთად დააწვა. ადამიანის უფლებათა აქტივისტების ორგანიზაციამ ირანში აპრილამდე მინიმუმ 1700 სამოქალაქო პირის დაღუპვა დააფიქსირა. 2 მილიონი ირანელი დროებით გადაადგილდა საკუთარი ქვეყნის შიგნით. ირანის რეჟიმი ცდილობს დაბომბვები ნაციონალიზმად აქციოს. მოხსენებები მიუთითებს, რომ ყოფილი კრიტიკოსები ეხლა მოხალისეებად წარდგნენ, ხოლო ალი ხამენეის დაკრძალვაზე ბრბოებმა შეძახილებით გააპროტესტეს მის წინააღმდეგ განწყობილი ხელისუფლების წარმომადგენლები. ზეწოლა ანგრევს სტრუქტურებს, მაგრამ რეჟიმს აძლევს ნარატივს, რომლითაც ოპონენტებს აჩუმებს. კატარი ამ დაძაბულობაში ისე ჩაერთო, რომ უარყო ვერსია თითქოს თავდასხმებს შეუერთდა. ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს დოხას ირანის წინააღმდეგ დარტყმაზე დაეთანხმა, მაგრამ კატარის ხელისუფლებამ მონაწილეობა უარყო და განაცხადა, რომ მათი ძალები მხოლოდ საკუთარ ტერიტორიას იცავენ. კატარი მასპინძლობს ალუდეიდის ავიაბაზას და ცდილობს თავიდან აიცილოს პირდაპირი ჩართვა. ირანული საფრთხის შემოსვლამ კი ბენიამინ ნეთანიაჰუს პირად უსაფრთხოებაზეც იმოქმედა. ირანთან დაკავშირებულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე მუდმივ დაცვას მიიღებენ, ხოლო შვილებს დამატებით 5 წლის განმავლობაში დაეცავთ შურისძიების რისკის გამო. ზუსტი ხანგრძლივობის შესახებ ვერსიები ჯერ კიდევ განსხვავდება, მაგრამ მკვლელობის მცდელობის შიში უსაფრთხოების შეფასებებში უკვე შევიდა. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანის მხრიდან ისრაელზე ნებისმიერი ახალი თავდასხმა უფრო ძლიერ პასუხს მიიღებს. დრონების გამო დაპირისპირება ამ კრიზისს უკრაინის ომთან აკავშირებს. პიტერ ზეიხანი აცხადებს, რომ კიევმა 3 თვის განმავლობაში დაახლოებით 10-ოდე ახალი მოდელი გამოუშვა და ახლა დაახლოებით 13 ერთეულს აწარმოებს ყოველადზე, რომელსაც რუსეთი ამზადებს. უკრაინის უპირატესობა ინოვაციაშია, რომელსაც ევროპული დაფინანსება და საბჭოთა აეროკოსმოსური ინფრასტრუქტურა უჭერს მხარს. ზეიხანის შეფასებით 2026 წელი შეიძლება გახდეს ის წელი, როდესაც გამოჩნდება, როგორ დასრულდება ეს ომი. სპარსეთის ყურის ქვეყნები ამ რბოლას ყურადღებით ადევნებებით თვალს, რადგან მათ იაფი ჩამჭერები სჭირდებათ დრონების როების წინააღმდეგ. ამერიკული მიწოდება ვერ აკმაყოფილებს მთელ მოთხოვნას სასურველი ტემპით და რეგიონის ინვესტორები ეძებენ უკრაინულ პროექტებსა და ახალ თავდაცვით გადაწყვეტილებებს. სირიის მიერ ჩამორთმეული დრონები აჩვენებს, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. 100-ზე მეტი დრონი სწრაფად გააძლიერებდა ჰეზბოლას და საჭირო გახდებოდა ძვირადღირებული ჩამჭერები. მარკო რუბიომ კიდევ ერთი ფრონტი გახსნა ქსელების მხილებით. ანტიფაშისტი მებრძოლები, რომლებიც ევროპასა და ამერიკებში გადაადგილდებიან, აზიარებენ პროპაგანდას, ტრენინგებსა და სამიზნეების შესახებ ინფორმაციას დაშიფრულ არხებში, იყენებენ კონსპირაციულ ბინებს და აფინანსებენ ოპერაციებს ტრანსნაციონალური სახსრებით. ეს არის საერთაშორისო კონფერენცია, რადგან ჩვენ საერთაშორისო საფრთხის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ტრანსნაციონალური საფრთხის წინაშე ვდგავართ. ესენი არ არიან განცალკევებული და იზოლირებული ჯგუფები. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული ქსელებია. ისინი არ აღიარებენ ჩვენ საზღვრებს. სინამდვილეში მათ თვით ეროვნების სახელმწიფოსიც კი არ სწამთ. ისინი კოორდინაციას უწევენ ერთმანეთს, ურთიერთობენ, მოგზაურობენ, ვარჯიშობენ და მოქმედებენ ერთად. იყენებენ ერთსა და იმავე ინფრასტრუქტურას, ჰყავთ ერთი და იგივე მტრები და აქვთ ერთი და იგივე მისია. ანტიფას მებრძოლები და მათი თანამოაზრეები მოგზაურობენ მთელი ევროპიდან და ამერიკებისკენაც, რათა მონაწილეობა მიიღონ ერთმანეთის თავდასხმებში.
პროპაგანდის, სასწავლო მასალებისა და სამიზნეების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ საერთო დაშიფრულ არხებს. მოძრაობენ მიწისქვეშა ქსელებით, უსაფრთხო სახლებისა და დაფინანსების მეშვეობით და თავიანთ ოპერაციებს უზრუნველყოფენ ტრანსნაციონალური სახსრებით. განცხადება აჩვენებს, რომ ვაშინგტონმა გააფართოვა ყურადღება ტრანსნაციონალურ ჯგუფებზე. სირიის გამოძიება ახლა ეძებს თვირთის პასუხისგებელ პირებს, ფინანსისტებს და კონტაქტებს, რომლებიც ლიბანისკენ მიმავალ გზაზე სათვირთოს ელოდნენ. თუ კონტროლი გაგრძელდება, ჰეზბოლა უფრო ძვირ, ნელ და სახიფათო მარშრუტებზე იქნება დამოკიდებული. ირანისთვის ეს ნიშნავს ნაკლებ შესაძლებლობას, რომ მოკავშირეები შეაიარაღოს იმ დროს, როცა მისი სანაპირო კვლავ თავდასხმის ქვეშაა და ჰორმუზის სრუტე რეგიონს კიდევ უფრო დიდ ომში ეკაჩება. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ ეკრანზე მოცემული ფიქსის გასაღების საშუალებით. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს, რომ თქვენ სიმართლით ინფორმირებული იყოთ. თქვენი დახმარება გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.